ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა და უამრავი კანონია მართლა მისაღები რა. მაგრამ ქართულ ოცნებაში ალბათ გონიათ, რომ ყველაფერი დალაგებულია ქვეყანაში. და ახლა უბრალოდ კარგად უნდა დავიცილოთ და დავიძინოთ და რომ არავინ გაგვიძოსო. თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალებების მართვის ფულადი სანქცია იზრდება. ანუ კანონის შემოიღეს რის მიხედვით არა მარტო ფულადი სანქცია იზრდება, არამედ თქვენი მანქანის ჩამორთმევის უფლებაც კი აქვთ და საჯარიმოც გადაყვანს. შეგიძლიათ დაასწროთ ეს ვიდეო, რამოდენიმე წამი წაიკითხოთ და მომისმინოთ ისევ. აი, ვის მანქანას როგორი მაყუჩი ეკეთება, ვისი რა საქმე არის? აი, მართლა ვისი რა საქმეა, ვის მანქანას როგორი მაყუჩი ექნება? და მე პირადად არასდროს არ მყოლებია მანქანა, არც სრული არ მქონებია მანქანა მყოლებოდა. მაგრამ მყავს მეგობრები, რომლებიც სიამოვნებას იღებენ ამ მანქანებისაგან და მეტი საქმე რომ აღარა აქვს. მეტი საქმე რომ აღარა აქვს, მაგრამ დალაგებული რო გონია ქვეყანა ხელისუფლებაში მყოფ ეგრეთ წოდებულ ძალას ქართულ ოცნებას. გადავიდა ესეთ რაღაცებს, თან ალბათ ჯარიმებიდან ფული მოაკლდათ, არჩევნები მოდის. ამას დამატებული, აი მართლა საქმე არ აქვს რა და ესეთ კანონებს რო შენი ხელისუფლება იღებს, რავი, ხაზეთ მიდი 51. ხო, ეხლა ისეც არ დამრობს, აბა ნაცები გინდა, არც ნაცები არ მინდა. და რამდენჯერაც არჩევნებზე ვიყავი, იმდენჯერ ყველამ გადავხაზე, რა თქმა უნდა გადავხაზე. ჩემი მიზანი ეროვნული დღესდაცემი მქონდა საქართველოში და წესიერი მთავრობა ვიყოთ. კი, პრეტენზია მთავრობაში ყოფნაზეც მაქვს, რა მაქვს ვინმესთან დასამალი. წლებია პოლიტიკურ თემებში ვარ და ვუყურებ, რა სიტუაციაში ვართ ბოლო 35 წელი არის იმინა რა. უმდიდრესი ქვეყანა ვართ, უმდიდრესი ქვეყანა ვარ და ამ ყაჩაღების ხელში გინდა ნაცების, გინდა ქოცების და გინდა შევარნაძისგან მოყოლებული მოკლედ ყველას ხელში გავღატაკდით. რა დონეზე დავეცეთ, ფსკერზე ვართ. და ესენი რაღაც იდიოტობა კანონებს იღებენ. მართლა იდიოტობა კანონი არის, ვის მანქანას როგორი მაყუჩი ეკეთება, ვისი რა ერთი ადგილის საქმეა. მალე ალბათ სუნთქვას აგვიგზალავენ. ეს არის სიამოვნება, ჩემი ძალიან ბევრი მეგობრის, რომელთაც მანქანა ყავდა სიამოვნებთ. და ხო, მომავალში ალბათ სუნთქვას აგვიგზალავენ. გამოფხიზლდით და კი არ შეშინდეთ, გაბრაზდით. და ბოლოს თხოვნა მაქვს რა, ჩემი ზედმეტი სიმართლის გამო და იმის გამო რომ ყოველთვის ჩემი ელის მხარესა ვარ. ჩემს სოციალურ ქსელებს მინეიტრალები ერთიმეროს მიყავთ Facebook-ზე წამიშალეს რამოდენიმე დიდი ჯგუფი, აკაუნთი და გვერდი. ამიტომაც YouTube-ზე თემო ბოკელაოძე ასე ჩაწერეთ, აუცილებლად გამომიწეთ და ზარისგარეთ მიაქტიურეთ და კიდევ ერთი რა, გაზიათ მაქსიმუმ ეს ვიდეო რა, იმიტომ რომ არ შეიძლება დუმილი დღეს დანაშაული.